მე ვარ თიკო ჭარბაძე, 16 წლის, სწავლობ მე-11 კლასში და ცხოვრობ თბილისში. ოჯახში ცხოვრობთ 5 ადამიანი, მე, დედა, მამა და ჩემი 2 უფროსი ძმა. აბსოლუტურად ყველა ეკონომისტები მყავს და რაღაც თავიდან ჩემზეც ესე იყო გათვლა, რომ ეს ეკონომისტი უნდა ყოფილიყავი, მაგრამ მე გამოვიდი რაღაც რადიკალურად განსხვავებული ყველასგან და მინდა რომ გამოვიდე წარმატებული ექიმი. ეს უფრო ჩემი ცხოვრებისეული მიზანია და რაღაც დარწმუნებული ვარ რომ მივაღწე. 4 დაქალი ვართ, ეს ყველაზე ახლო მეგობრები, რომლებიც პირველი კლასიდან ერთად მოვდივართ. ცხოვრების ბოლომდე ერთად ვიქნებით, იმიტომ რომ რაღაც ძალიან მყარია ჩვენი მეგობრობა. რაღაც ჩვენი წესჩვეულებებიც გვაქვს, თუნდაც ის რომ კვირაში ერთი დღე აუცილებლად ვიკვებებთ რომელიმე სახლში, ვუყურებთ ამ ფილმს, პოპკორნებით და ისე ამ მთელი წესებით, მივჩიეს რომ შეინო ფრისანტოი მოგეწონება და ნახე და მართლა ძალიან მომეწონა და შეყვარდა ეს სერიალი. ქრისტინასა და მერედითის მეგობრობი ჩემთვის საჩვენებელია და ვცდილობ ხოლმე რაღაცაში მიუბაზოთ. სანამ თინათინი ექიმის თეთრ ხალათს მოირგებს და პროფესიას აირჩევს, ის მოისის რთულ და წინააღმდეგობით სავსე გზას გადის. მხოლოდ 2 კონკურსანტისთვის დარჩა ადგილი ჩვენი მწვრთნელების გუნდებში. იქნება თინათინი ერთ-ერთი მათგანი. ხშირად ხუმრობ ხოლმე, რომ სიმღერით სუნდკამდე არ შემიძლია სიმღერის გარშე ცხოვრება. Don't make it bad. Take a sad song and make it better. Remember to let her into your heart. Then you can start to make it better. Hey Jude, you were made to go out and get her. The minute you let her under your skin, then you begin to make it better. At any time you feel the pain, hey Jude, refrain. Don't გამარჯობა. თიკო ჭარბაძე. რამდენი წლის? 16-ის. მე საყვარელო. პატარა თიკო. აი ძალიან კარგი გოგო ხარ, ძალიან ლამაზი, ძალიან კარგი მომღერალი იქნები მერე და მერე უფრო და ალბათ მე მგონი ეს შენთვის მაინც ძალიან კარგია ეს პირველი საფეხური, რომ აი ეს გაიარე გამოცდისთვის, მთელი ცხოვრება წინა გაქვს და დიდი მადლობა ესეთი გემრიელი, ესეთი საინტერესო შესრულებისთვის. თიკო, საპრეზენტაციად იყო ძალიან კარგი და მე მინდა გითხრა, რომ მართლა ყველაფერი წინ გაქვს, ჯერ 16 წლის ხარ
და მინდა წარმატებები გისურვო. და ყველა ვითვალისწინებთ, რომ ნერვიულობ. ასე რომ შემდეგში რო გამოხვალ, ანუ არაფერი არ მთავრდება 16 წელი ყველაფერი იწყება. აუცილებლად შენ თავში უნდა იყო 100% დარწმუნებული, რომ არ ინერვიულებ და თუ ინერვიულებ, არ უნდა დაგეტყოს. ანუ წადი სადაც სანერვიულო, იქ რამოდენიმეჯერ იმღერე. მე მოდი უკვე მიჩვეულზე, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა მე სანამ არ მივეჩვე რამოდენიმეჯერ ცოცხლად რომ გამოდიხარ, ღერი ხარ და ნუ მიუჩვეველი რო ხარ, ძალიან დიდი ფაქტორია, რა თქმა უნდა, ამიტომ ჩვენ ეს გვესმის და წარმატებები მინდა გისურვო. მადლობა. რა გითხრა, ძალიან ლამაზი გოგო ხარ, კარგი ხმა გაქვს. უბრალოდ ცოტა ხმა გასაკაჟებელია. ხო ხდება ის სპორტულ რეჟიმში თუ გადავიტანთ ამ ყველაფერს, ცოტა არ იყო მყარი რაღაცა, ანუ მარტო ნერვიულობის არა, აქ უბრალოდ პრაქტიკის პრობლემა უფრო არის, ვიდრე ნერვიულობის, რომ მე უფრო დაიჯერო, რასაც მღერი და ნუ ეს ცოტა ასაკთან ერთად მოდის. იშვიათობაა, როცა აი 15-16 წლის ბავშვს უკვე ისე სჯერა, რასაც აკეთებს, რომ რაღაც. გამოცდილება. კი, გამოცდილება. წარმატებებს გისურვებ, ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით ჩვენთან. ჩვენი გამცილებელი ნოდარი. მე მაგ მეორეს და ბორტ გამცილებელი. ნოდარ, შენ უნდა გაგიკეთოთ ერთი სამსახური დამატება. ვიხარ გულიო გაიქო. გამცილებელი. იუდაშკირის პესნიაგოდები და რაღაცები რო არიან, იქ გამოდიან ესეთი ლამაზი გოგოები ხომ და აძლევენ პრიზს და მე აცილებენ. მე სამუშაო მაქვს, აი მართლა ფანტაზია მომწონს, საერთოდ ვერ წარმოიდგენ ასე რომ Хоть рамай скол магari. Май скол магari. Хоть. Моди მომწევი გამოხდა, მოდი. Merci. Მოდი. კარგი გამოცდილება გქონდა ესე. ამით. სერიოზულად. მოდი ისე დაგველაპარაკეთ. აქეთკენ გადმოდით თქვენ საკითხი. ნახე რა სევდიანი. არის. არა. ძალიან მაგარი იყო. მე აკეთები.